დიდი მადლობა მოგზაურობისთვის პირველ რიგში. მე ვეცდები აგისლად როგორც ახსენა ბატონმა გიორგიმ და მოკლედ ესე იგი მე წარმოგიდგენთ საქართველოს მოქალაქის ახალ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას რომელიც ძველისგან განსხვავებით უამრავი ფუნქციით იქნება აღჭურვილი რა თქმა უნდა მრავალფუნქციური იქნება ეს ბარათი თუმცა იყო რამდენიმე რაც რითაც ძველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ახალ ID ბარათს ჯობდა თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ გვაქვს ეს ძველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ესე იგი როგორც ვიცით ის იყო ლამინირებული და ქონდა ასეთი საოცარი ფუნქცია დროთა განმავლობაში ეს ლამინირება იხსნებოდა და ეს იყო დამატებითი ფუნქცია მაშინ შეგვეძლო მოგთავსებინა თანხა ფული გამოგვეყენებინა საფულე ქართულ სუფრაზე მოვუდებოდით ხაჭაპურის ნაჭერი ჩაგვეძო და წაგვეღო ვინმესთვის მოგვეკითხა თავად მივირთმევით მოკლედ ეს ფუნქცია ახალ ID ბარათს აღარ ექნება სამწუხაროდ თუმცა ის იქნება აღჭურვილი უამრავი სხვა დადებითი ფუნქციით მაგალითად ესე იგი იდენტიფიცირება იქნება პიროვნების ინტერნეტის საშუალებით შესაძლებელი რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ინტერნეტის საშუალებით მოხდება ფაქსიმილის დადასტურება ანუ იქნება აბსოლუტურად ლეგალური პიროვნების ხელმოწერა და გარდა ამისა შესაძლებელია ესეთი ფუნქციაც შეითავსოს ახალმა ID ბარათმა რომ მასზე იყოს რაღაც თანხა რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ რაიმე და ასე შემდეგ მოკლედ უამრავი სხვა კიდევ ფუნქცია აქვს თუ შეიძლება რომ ახალი ID ბარათი თვალსაჩინოებისთვის აი ეს არის ჩვენი ახალი ID ბარათი თქვენ ალბათ უკვე ნახეთ მისი ფორმა ის არის როგორც გითხარით ძალიან მრავალფუნქციური გარდა იმისა რაც ვახსენე ეს ფაქსიმილი ასე იდენტიფიცირება პიროვნების მას უამრავი უნივერსალური ფუნქცია აქვს დიახ ერთი წუთით Алло. ხო დეტალურად ეს კომპიუტერი ხო თახში გამოვიდი. და როგორც გითხარით, უნივერსალურია ეს ბარათი მას უამრავი კიდევ ფუნქცია აქვს და ეს ძალიან მოკლედ მოხერხებულია და მისაღები იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ესე იგი როგორც გითხარით, შესაძლებელია ხელმოწერა ინტერნეტით, ანუ ორ ადამიანს სხვადასხვა ადგილას ყოფ ადამიანს შეუძლიათ ამ ორი ბარათით ესე ვთქვათ დააფიქსოთ თავისი ხელმოწერა, ქორწინებაში მაგალითად ქორწინება შესაძლებელია ძალიან კარგია და მინდა გითხრათ რომ ახლა იუსტიციის სამინისტრო მუშაობს რომ გამრავლების პრობლემას ამ ბარათების საშუალებით მოიხსნას ეს მე მგონი ძალიან კარგი იქნება ასევე იყო ესეთი იყო რა არის რა თქმა უნდა საქართველოში ერთი ასეთი საკითხი მაღაზიაში ნისიების საკითხი ისეთ რომ ყველა და იყო რაღაც უხერხულობასთან დაკავშირებული ეს ყოველთვის, როდესაც მიდიოდა ადამიანი თქვა და უნდა რაღაც პროდუქტი ნისია დაეღო, უნდა უთხრა ადამიანს რომ ნისიად მიგავს, შემდეგ ხდებოდა პირადობის მოწმობის დატოვება, ანუ რაღაც დობის ფაქტორი რომ გაეთვალისწინებინათ, ეს თავიდან იქნება აცილებული აბსოლუტურად, ახალი ID ბარათით მივდივართ, ავიღებთ ისიანებას ვინდა ნისიად, საკასო აპარატთან მივადებთ ახალ ბარათს და ავტომატურად ნისიების დროებში თქვენი ნისია დაფიქსირდება. ასე რომ ეს თავიდან აცილებული იქნება ეს უხერხულობა. ასევე ქორწილებში ძალიან მიყვარს ქართველებს ქორწილები, ძალიან მოხერხებული იქნება ახალი ID ბარათი. ესე იგი თუ თქვენ აქამდე ჯიბეში უნდა გქონოდათ ნახტი ფული რომ მუსიკოსისთვის მიგეცათ და შეგეკვეთათ რაღაც სიმღერა, გეფრიალებინათ ჯერ რა თქმა უნდა მისვლამდე ჰაერში 20 ლარიანი, ამ შემთხვევაში აღარ აუცილებელი ჯიბეში გედოთ თანხა, მიდიხართ მედოლის ტოლზე მიადებთ პირდაპირ ახალ ID ბარათს და აქედან მოხდება თქვენი შეკვეთის მიღება. ანუ თუ მედოლე უკვე იმ მდგომარეობაშია რომ ნასვამია და დორი თავზე აქვს ჩამოსული, შესაბამისად დაზიანებული იქნება ჩიპის სამკითხველი, არ არის პრობლემა შუბლზე შეხებით, ასევე თანხა ჩამოიჭრება. თუ არის რაიმე კითხვები, მე შემიძლია გიპასუხოთ. ერთი კითხვა მექნება. ჩემი ინფორმაცია მაქვს რომ არის ეს დაჩიგვა და ეს ყველაფერი რაღაც ეშმაკისეული და ეშმაკის მოგონილიო, ну ამობენ. არა, რასაც თქვენ ამბობთ, ეს ახალ ID ბარათი არის ეშმაკის მოგონილი. ხო, რაღაც თუ ეშმაკთან აქვს კავშირიო. თვითონ ბიზაჩემი არის ეშმაკი და რაღაცა მაქვს ისგან კი. არა, მე ვიცი რამდენიმე ადამიანი მუშაობდნენ ამ ყველაფერზე და დაკავშირებით შეგიძლია გითხრათ რომ ეშმაკს არ გამომზადებია ეს ბარათი, მაგრამ თუ მართლა ეშმაკმა გამოიგონა, მაშინ საკუთარ მაგ ეშმაკს არის გითხრათ. ძალიან ისმენ. ესა თუ შეიძლება რა მინდოდა მეთქვა რა, ჩემი აზრით წინა ეს პირადობის დამადასტურებელი მოწვა, აი ეს ლამინირებული იყო უფრო ქართული ჩემი აზრით რა. ეს ლამინირებული იყო და დამალული იყო და ეს კაცო ეს თანამედროვე ახალგაზრდები ქუჩაში რო დადი რასაკუთრებით გოგონებზე მაქვს საუბარი. ის ჭიტები რო უჩან.
ეხლა თქვენ ახალ ბარათსაც ვაკვირდებოდი, მაგასაც ჩიტი უჩანს. და სიცხული რაღაცა თუ შეიძლება ეს მოვაგვაროთ რა ეს პრობლემა. ამას კი ბატონო დავფარო, გავითვალისწინეთ ამას. ეს არის პრობლემა, რომ მინდა გითხრათ რომ ზუსტად მაგ საკითხში გოგონებთან დაკავშირებით მე გადამარჩინა ახალმა აი ბარათმა, იმიტომ რომ ცოლის მოყვანას ვაპირებდი. გოგონა მითხრა რომ ბავშვი გოგოა, კარგი ოჯახიდან, მაგრამ შემდეგ უკვე იმ საფუნქციით რომ მასე ინფორმაცია ინახება პიროვნების შესახებ, მე ამოვიკითხე ისეთ საინტერესო რაღაცები, რომ ორჯერ იყო ნასამართლები, სამჯერ იყო დეპორტირებული და 4ჯერ განათხოვარი იყო, ასე რომ გადავჭი და თავიდან ავიზიდე და ასე რომ მეგონი პირიქით უფრო კარგი. კიდევ ხომ არ არის? მეგესალმებით ზიანი აჭარიდან მოგელი ფუტკარაძე. კროვაჩარის სერვისის ოფიციალი. ესე იგი რა მაინტერესებს ახლა და მაგი ძველი რომ ის არის და პირადობა. მაი ძველი პირადობაზე რომ ესე იგი არის, მაგაზე პრობლემა არ ქონდა ვაფშე. ამაზე პრობლემა ვაფშე არ ქონდა და ის შენ რომ გამეიგონე მაგი პირადობა, მაგი რომ ექნება, ის უფრო ვაფშე პრობლემა არ მექნება. Yo, შეხედე ახლა. ეს ხომა პირადობა. ძველი არ არის, ახალია უძილავებული. ხო, ამა ჰოკა, ამა გუვიდა რა და აი უკვე შენ რომ გამეიგონე მაფერი ახალი. დიახ. ხო, ამაზე არ ქონდა პრობლემა და მაგაზე უფრო ვაფშე არ მექნება პრობლემა. ვერ გავიგე მაინც, მაგრამ გეუბნებთ რომ პრობლემა არ გექნება. პირიქით ისარგებლებს ძალიან ბევრი, აი ახლა ვახსენე მე მაგალითად შეგიძლიათ რაღაც თანხა იყოს მასე როგორც ბარათი ისე იყოს გამოყენებული, ანუ თანხა აღარ დაგჭირდეთ ცალკე პლასტიკური ბარათი შეიძინოთ რამე იმ თანხით, რომელიც იქნება ამ ბარათზე, შეინახოთ მასე რაღაც თანხა მაგალითად. მაგაზე შეგვიძლია თანხა შევინახო ფული. რა იხსნება ძველი პირადობასავე? არა ეს არ იხსნება. თქვენ მიხვალთ მაგალითად ბანკში მიუტანთ თანხას 100 ლარს მაგალითად მისცემთ ქალბატონს, რომელიც შეიძლება ამ ბარათზე რაღაცნაირად მოთავსებს ამ თანხას. მესა, ვის მიცემ 100 ლარს? ქალბატონს. ქალბატონს გამიცე 100 ლარი შეიცნობ ქალბატონს? არა მე არ ვიცი. მეცა, ესე იგი ამ 100 ლარს მიცემ ქალბატონს და ის დამირიცხავს მე შემინახავს მაგიმაზე? დიახ, სწორად დაიგეთ კი. და მაგი ფული 100 ლარი რომ მევღომი და მე ისევ იმ ქალთან უნდა მივიდე და მოცემს უკან? მეცა, კიდე რა მაინტერესებს, მაგ 100 ლარს რომ იმ ქალს მივცემ, ასე რომ დამირიცხავს, მეც რაფერს აშობა? მე კი რა უნდა ხდეს, დარიცხავს თანხას დადეს თქვენ. მეცა 100 ლარს ვასდებ და მეც რაფერს აშობა ვაფშე? 100 ლარს მეც რაფერს თანხას დადეს თქვენს ბარათზე, დიახ. ნუ გასაგები, ესე იგი ახლა რაფერს რომ გევგე, ესე იგი ამ პირადობა ძველი რომ გქონდა, ამაზე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მაინც შენი გამოგონილი რომ ექნება, იმაზე უფრო ვაფშე არ მექნება პრობლემა. არ ექნება, დიახ, სწორედ ამას გეუბნებოდი თამამად. არ ექნება დარავითარი პრობლემა. თავიდან მე მითხარი რას მაძვალე. დიდი მადლობა. ხო, მაგათი ცოტა ავდოდი, მადლობთ რომ მომისმინეთ, მე მგონი ყველაფერი გასაგებია, ნაცვლად კითხვები აღარ იქნება. ზემოთ უკვე ჩემი მეგობარი უფრო დაწვრილებით ბარათის შესახებ გაგასწრებთ. დიდი მადლობა. მადლობა.